დღის მთავარი ამბებით ქრონიკაურ საათზე პირდაპირ ეთერს დაუბრუნდა. თბილისი Alter Vision Newcomer 2011 7 ოქტომბერს უმასპინძლებს ფესტივალში მონაწილეობის სურვილი წელს 50-მ მუსიკალურმა ბენდმა გამოთქვა, თუმცა Alter Vision გრუპის მუსიკალურმა პროდიუსერებმა ცოცხალ კონცერტზე დასაკრავად მხოლოდ 9 ჯგუფი შეარჩიეს, რომლებიც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ დაუგრავენ. ფესტივალი უკვე მესამე წელია იმართება და მისი მთავარი მიზანია ახალბედა მუსიკოსების აღმოჩენა. თბილისი Alter Vision-ის მონაწილეებმა რეპეტიციები უკვე დაიწყეს, მათ შორის პირველი ჯგუფი მასტერი იყო ფესტივალი თბილისის მერისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. საშუალება მithuli მუსიკოსებმა თავისი ახალი იდეები წარმოადგინონ, თავის ნამუშევარი, ეს უკვე 3 წელია გრძელდება. ერთი რამე შემიძლია თქვა, რომ ხარისხობრივად არის ძალიან გაზრდილი შეცვლილი, ძალიან მიხარია ის, რომ ჯგუფებმა იციან უკვე შოუ-ქეისზე რა ხდება, როგორი ტიპის წარდგენა. ის რომ ძალიან ბევრი ინსტრუმენტალისტი გაჩნდა, ის რომ ძალიან ბევრი საინტერესო ჯგუფი გაჩნდა, ის რომ იგივე ევროვიზიაზე წელს წარდგა ბენდი, რომელიც აღმოცენება დაიწყო ამ ფესტივალიდან, ასეთ ღონისძიებას, ასეთ ფესტივალს ყოველთვის გვერდში ედგება კულტურის სამინისტრო. ჩვენი ჯგუფი სუპერ 8 თვეა და ამ 8 თვის განმავლობაში ყველაფერი ვქენთ იმისთვის, რომ აქ მოხვედრილი ყავით. თუნდაც მხოლოდ შოუ-ქეისზე და კონცერტსაც შეეხება, ჩვენ მაყურებელს ძალიან ბევრ რაღაცას პირდებით, რომ ძალიან ენერგიული იქნება ჩვენი მუსიკა.